მოგესალმებით ძვირფას რადიო მსმენელებო, მშვიდობა მოგმადლობთ ღმერთმა და წყალობა. ჩვენ დავიწყეთ წინა შეხვედრაზე საუბარი იმ იდეების შესახებ, იდეოლოგიების შესახებ, რომლებმაც დიდი ზიანი მიაყენა შემდეგ მთლიანად კაცობრიობის ისტორიას, ზოგადად ადამიანის ცნობიერებაში შეიტანეს სერიოზული ცვლილებები, ადამიანმა დაიწყო დეგრადირება, დაივიწყა ჭეშმარიტი ღმერთი, დაივიწყა მისი იდეალები, დაივიწყა რომ არ არსებობს სხვა ჭეშმარიტება, რომ ერთადერთი აბსოლუტური ჭეშმარიტება არის მართლმადიდებელ ეკლესიაში და ეს ჯანყი ღვთის წინააღმდეგ გრძელდება, მისი ძირითადი იდეოლოგიები წარმოვაჩინეთ, როგორებიც არის ნიჰილიზმი თუ მარქსიზმი, ასევე ლიბერალიზმი, ფაშიზმი და სხვა იზმები და დღეს ჩვენ ერთ-ერთ მათგანზე კიდევ უფრო გსურს გავამახვილოთ ყურადღება, ვინაიდან ეს არის საფუძველთა საფუძველი, საიდანაც იწყება ეკლესიის და ზოგადად ადამიანის როგორც ჭეშმარიტების მატარებელი პიროვნების დეგრადირება. ლიბერალიზმის შესახებ ჩვენ შესანიშნავი წერილები გვაქვს თანამედროვე მე-20 საუკუნის ღვთელმონაზონი დიდი მოღვაწისა და ღვთისმეტყველი სერაფიმე როუზის წერილები. მისი წერილებში განსაკუთრებულად მკაფიოდ არის ეს მოვლენები წარმოჩენილი, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ და ამ ადამიანმა მოახერხა, რომ ძალიან გასაგებ ენაზე საკმაოდ რთულ ფილოსოფიურ საღვთისმეტყველო პრობლემებზე გაცა ძალიან სერიოზული და კომპეტენტური პასუხი. შესაბამისად ჩვენც ძირითადად მის ნაშრომებს დავეყრდნობით, რათა კიდევ უფრო წარმოვაჩინოთ იმ ლიბერალიზმის სახე რეალური და არა მოჩვენებითი, რომ თითქოს და ის თავისუფლებისთვის იბრძვის, თითქოს და მან რაღაცა იდეა შემოიტანა ისეთი, რომ თითქოს და ათავისუფლებს ადამიანს და სინამდვილეში ამყოფებს ცოდვის ტყვეობაში და რაც არის რეალური სახე ჩვენი დღევანდელი ყოფისა. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ თუ გასულ საუკუნეებში ეს მკაფიოდ ესე არ ჩანდა, დღეს უკვე აბსოლუტურად მკაფიოდ ჩანს, რომ თანამედროვე დემოკრატიული პროცესები პირდაპირ ამ ლიბერალურ ფასეულობაზე აგებული და ყველა მათი შეხედულება, ყველა მათი მსოფლმხედველობა, ფორმა ურთიერთობის აგებულია იმ ყალბ იდეაზე, თითქოს და ყველას უნდა კონდეს უფლებები და ეს უფლებები არის აბსოლუტურად გაუგებარი რამ და ამ ეგრეთ წოდებულ თავისუფალ სამყაროში ის ლიბერალიზმი თავის მხრივ არ ამოშღავნებს რაღაცნაირად ღია მტრობას, ან განზრახ რაღაც გულგრილობას ჭეშმარიტების მიმართ. ჩვენ ამას ვერ ხედავთ. ხედავთ, რომ პირიქით არის მომენტები, როდესაც რაღაც ეკლესიასაც კეთილგანწყობილად მოიხსენებენ, მაგრამ სახეზეა ისეთი დამოკიდებულება წმანდა დანო, როდესაც ჭეშმარიტება აღარ იკავებს ცენტრალურ ადგილს ადამიანის ცხოვრებაში. ანუ ჭეშმარიტება, რომელსაც ლიბერალები აღიარებენ, არ დასტურდება ამ უტყუარი ფაქტებით და ის არ გახლავთ ის სულიერი ან თუნდაც ინტელექტუალური მოცემულობა, არამედ ის არის უბრალოდ უსულო რაღაც გარე ფორმა, რომელიც მემკვიდრეობით მიიღეს მათ გასული საუკუნეებიდან და შესაბამისად იმ საფუძვლებზე აკეთებენ დღევანდელ რეაგირებებსაც. ლიბერალი ყოველ შემთხვევაში ოფიციალურ შეხვედრებზე მაინც განაგრძობს ცხადია საუბარს მარადიულ ფასეულობებზე, სარწმუნოებაზე, ადამიანის ღირსებაზეც კი, მაგრამ ჩვენთვის ცხადზე უცხადესია ძმაუნდა დანო, რომ ეს სიტყვები არ მოიაზრება უწინდელი მნიშვნელობით და მათთვის ეს უბრალოდ რაღაც მეტაფორებია, საუბრის სტილი იყოს შეიძლება ესეთი, რომლებიც არა ინტელექტუალურ, არამედ მეტწილად ემოციურ რეაქციაზეა გათვლილი და ეს განაპირობებს სწორედ იმას, რომ ეს ფრაზების ხშირმა გამოყენებამ
და როდესაც აი ამ სიტყვებს ჭეშმარიტად პოზიტიური შინაარსი აქვს, მაგრამ ისინი ამას ძალიან ზედაპირული სახით იყენებენ, ეს იწვევს იმას, რომ ადამიანი გულგრილდება სარწმუნოებისა და ჭეშმარიტებისადმი. დღეს არც ერთი ლიბერალი, რომლებიც ამაყობს თუნდაც საკუთარი განსწავლულობით და სხვათა შორის მათ რიცხვში არც თუ დიდია ის აკადემიურ თუ მეცნიერულ და წრეებშიც კი აი ეს საღვთისმეტყველო სერიოზული ჭეშმარიტების შეფასება ჩვენ ფაქტობრივად მათ წრეებში ვერ ხედავთ და ვისაც სურს აი ამ ამასოფლის ფეხსვლა ბოლომდე რა თქმა უნდა არ სწამთ აბსოლუტური უფრო კონკრეტულად რო ვთქვათ მართლმადიდებლური ჭეშმარიტება, ანუ ქრისტეს ღმერთკაცობრივი ეკლესია, სხეული ქრისტესი. ამავე დროს ფრაზები სულ უფრო და უფრო აი ესეთი ჟღერს თითქოს და აი ამ ადამიანებს რაღაცა რელიგიური ნიშან-თვისებაც გააჩნდეთ. ერთი სიტყვით ჭეშმარიტება არის რაღაცნაირად გადაფასებული და მისგან ამოღებულია ის ძველი ფორმა და არსი, რასაც ქვია და მისი ადგილი დაიკავა რაღაც ახალმა, რაღაც კვაზი რელიგია, რაღაც ნიჰილისტურ ნიადაგზე აღმოცენებული და ფაქტობრივად ჭეშმარიტებამ მნიშვნელობა მათ ცხოვრებაში და შინაგან სამყაროში რეალურად დაკარგა. ამაში იოლა დავწმუნდები ჩვენ იმ სფეროთა ზედაპირული განხილვითაც კი, სადაც ეს ჭეშმარიტება იქნა გადაფასებული. ანუ ეს ლიბერალური წრეები გნებავთ ეს პოლიტიკაში იყოს კულტურის სფეროსა თუ სხვა სფეროებში ჩვენ ამას ცხადად ხედავთ დღეს ჩვენს ცხოვრებაში. და საღვთისმეტყველო ნიშნით, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, განცხადებული ჭეშმარიტება, ყოვლის შემოქმედი, ყოვლის შემძლე და ყველგანყოფი ღმერთი და მის სარწმუნოების თანაზიარი ხდება ის ძმანდადანო, ვინც გამოცდილებით უერთგულებს ამ ჭეშმარიტებას. ანუ ღმერთი ყველა ქრისტიანის ესე იგი წტომის უზენაესი მიზანი უნდა იყოს და ყოველივე შექმნილი მის გარშემო და მის დაქვემდებარებაში არსებობს ცხადია და სწორედ ღმერთმა შექმნა ეს სამყარო, რათა ადამიანი დამტკიცდეს, ესე იგი გამტკიცდეს ღმერთთან და სამყაროსთან ურთიერთობით, მაგრამ ადამიანებმა შესაძლოა ვერ მიაღწიოს აი ამ მიზანს, თუ კი არასწორად გამოიყენებს ესე იგი საკუთარ თავისუფლებას. და თანამედროვე ადამიანს, რა თქმა უნდა, უჭირს აი ამგვარ ღმერთთან აბსოლუტურ ჭეშმარიტებასთან საუბარი, აღქმა ყოველივე ამისი, იმიტომ რომ ეს საკმაოდ მძიმეა მისი ფსიქოტიპაჟისთვის. ანუ თანამედროვე ადამიანი ყოველთვის მიდრეკილი ამ კომფორტისა და ამასოფლის სიამტკბილობისკენ და გნებავთ ეს ყოფითი ცხოვრება ვთქვა, თუ გნებავთ საღვთისმეტყველო, ხედავთ ერთი და იგივე სინდრომს ამაში და ესეთი და იგივე სინდრომი გამოიხატება იმაში, რომ ეს საზღვრები, რომელსაც ეკლესიამ დააწესა და თავადმა ცხოვარმა და შემდეგ მოციქულებმა და მათმა მოწაფეებმა მემკვიდრეობით დაამყარეს ეს სულიერი წესრიგი, ანუ დედა ეკლესია არსებობს რეალურად სამყაროში, მაგრამ ის გახდა მეტად აბსოლუტური, მეტად რაღაც დოგმატური და აი ამ ცნობიერების აღქმა თანამედროვე ადამიანს ძალიან გაუჭირდა. ესეთი რამ აი ამ გაამპარტავნებულ თანამედროვე სამყაროს ფაქტობრივად წარმოუდგენელად მიაჩნია, რომ როგორ შეიძლება იყოს ერთადერთი ჭეშმარიტება, როგორ შეიძლება აი ამ კანონების მიღმა არსებობდეს ერესი და მათი ცნობიერება კი აბსოლუტურად გაჟღენთილია იმითი, რომ ყველაფერი შეიძლება აკეთოს, ეს მისი თავისუფალინება ცხადია ძმამდანო და არავინ ართმევს აი ამ თავისუფალებას ადამიანს, მაგრამ ღმერთს თავისი მოთხოვნები აქვს და ეს მოთხოვნები უნდა შესრულდეს თუ გსურს ჩვენ ღმერთთან ყოფნა და თუ არ გსურს ესეც თავისუფალი ნების გამოხატულება გახლავთ, ყოველ შემთხვევაში ბრალს ვერავის დადებს იმაში, რომ მისთვის არ უთქვამთ და არ შეუგონებიათ. და სწორედ რომ მხოლოდ თავმდაბალ მორწმუნე ადამიანს ეხსნება აი ეს შინაგანი სამყარო, ეს მართლმადიდებლური სამყარო და ეს გარემოება
მიუღებელი ხდება სწორედ რომ თანამედროვე ამპარტაუნული ცნობიერებისათვის და არა ჭეშმარიტების მაძიებელი ადამიანისათვის და ასეთი ღმერთის რწმენა უარყოფილია მათ მიერ და ისინი გულგრილი რჩებიან ძმაუნდადანო აი ამ ჭეშმარიტების მიმართ და მხოლოდ რომ რაღაცნაირი ოპტიმიზმი ახასიათებთ ასეთ ადამიანებს და ეს ოპტიმიზმი გამოიხატება სწორედ რომ სახსრების გაშრებში. ანუ მათ სურთ ისეთი ეკლესია, რომელსაც ექნება კარები ძმაუნდადანო და რომელსაც არ აქვს კედლები. ანუ ყველგან რომ იარონ, ყველა კონფესიაში რომ შევიდნენ, იქაც ნახონ, ესეც ნახონ, ისიც გაიზიარონ, ესეც გამოიზიარონ და აი ეს საზღვრებ გარეშე ეკლესია არის მათი ეს თანამედროვე ადამიანის აპოკალიფსური ადამიანის სინდრომი ძმაუნდადანო, მათთვის აბსოლუტურად არ არსებობს ჭეშმარიტი ორიენტირები და მხოლოდ აი ამ ქვეყნიურზე ორიენტირებული სამყაროს ხედავთ ჩვენ. და აი ამ ნიადაგზე ცხადია, ვერაფერი მყარი, ვერაფერი რაიმე მტკიცე, სულიერი ვერ აღმოცენდება და ამდენად ლიბერალები ამგვარი ღმერთის რწმენით, რასაც ისინი ღმერთს უწოდებენ, რომელიც შექმნეს ფაქტობრივად და არა ის ჭეშმარიტი ღმერთის წამთ, თავისი მსოფლმხედველობით აი ამ ხილულ არამყარ ნიადაგზე სწორედ რომ ადამიანს აღმერთებენ ძმაუნდადანო და ადამიანზე აგებენ მთელ ამ ფილოსოფიას. და აი ამ ნიჰილისტური ათეიზმი გახლავთ სწორედ ის ხილული გამოვლინება იმისა, რასაც არათუ იგულისხმება ძმაუნდადანო, არამედ უკვე არსებობს ლიბერალიზმში და აი ეს მსოფლმხედველობა სულ უფრო და უფრო იმკვიდრებს თავის ადგილს ადამიანის ცნობიერებაში. მსგავსი სახის ღვთის რწმენა აბსოლუტური ანალოგია ათეიზმისა, მაგრამ მათი ეს შინაგანი მსგავსება დაფარულია ძმაუნდადანო გარკვეულწილად აი ამ მეტაფორული ბურუსით, რომელიც მათ ღვთისმეტყველებასა და ზოგადად ცნობიერებას გააჩნია და ქრისტიანული თვალსაზრისით ადამიანის ყველა მოქმედება საიქიო ცხოვრების იმედის ჭრილში უნდა იქნეს განხილული და ეს ცხოვრება სწორედ რომ სიკვდილის შემდეგ, რომელიც არასდროს დასრულდება, უნდა დაგვირგვინდეს მარადიული ნეტარი ცხოვრებით. ეს არის ჩვენი მთავარი ცხოვრების მიზანი და ურწმუნოსათვის კიდე ძნელი წარმოსადგენია ძმაუნდადანო, რას ნიშნავს ესე იგი მორწმუნე ქრისტიანისათვის ამგვარი ცხოვრება და თანამედროვე ადამიანის ეს უმრავლესობისათვის ფაქტიურად ქრისტიანული ცხოვრების წესი თავად ღვთის რწმენაც კი რაღაც განყენებული იდეასავით გახდა და ღმერთის არსებობის მტკიცება გინდ უარყოფა ფაქტობრივად უაზრობა გახდა. აი ასეთ ვითარებაში აღმოჩნდით ჩვენ, აღმოჩნდა თანამედროვე საზოგადოება. ეს არის ყველაფრისადმი გულგრილების სინდრომი, ნიჰილისტური სინდრომი, როდესაც ყველაფერი ნებადართულიაო. და მართლმორწმუნე ქრისტიანისთვის კი მომავალი ცხოვრება არის მიუწვდომელი სიხარულის განცდა, რაღაც საოცარი, რომელიც აღემატება ყველანაირ ამ ქვეყნად ღმერთთან ურთიერთობის, ლოცვის, რაღაც აი ამ ლიტურგიის, ქრისტეს საიდუმლოების, ზიარების, გამოვლინების, რაღაც აი ეს ყველაფერი ადამიანში საოცარ სიხარულს ბადებს, საოცარ სულიერ თავისუფლებას, ბედნიერებას, ნეტარების განცდას და ეს ყველაფერი სამოთხეცსა და ჯოჯოხეთის ძმაუნდადანო აქვე იწყება დედამიწაზე და აი ამ საიდუმლოებებში თანაზიარებით, ესე იგი ადამიანის ყველა სფეროს მოიცავს ფაქტობრივად ადამიანს და ვერავინ განეშორება აი ამ სიხარულს, არ სურს ამ სიხარულისგან განშორება. სულ უფრო და უფრო მზარდი ხდება ეს სიხარული და ეს ყველაფერი ხდება საწინდარი მარადიული ცხოვრებისა. და ჭეშმარიტი ქრისტიანი ყოველთვის არის ნუგეში თავსილი, მარადიული ცხოვრების განცდით ცხოვრობს და თანამედროვე ღმერთებს, რასაც უწოდებთ ჩვენ, ანუ გაკერპებულ, გაღმერთებულ ადამიანებს, არაფერი უწყიან ამ განცდების შესახებ, მათი ერთადერთი ხედვა გახლავთ საკუთარი ეგოცენტრული ორიენტირი
და წარმოდგენაც არ აქვთ იმ სიხარულზე, რომელიც ნაცნობია ქრისტიანებისათვის. ამიტომ არც ამ ძმამ და დანო მათ არც მომავალი ცხოვრების ძამთ, არც აბსოლუტური ჭეშმარიტების ძამთ და არც სურთ აი ამაზე ფიქრი, იმიტომ რომ თლიანად აი ამ ქვეყნიური ცნობიერებით არიან მოცული და მხოლოდ აი ამ ქვეყნიური წინსვლა და ბედნიერება აინტერესებთ. და მსგავსი ურწმუნოების სახეებში ღვთაუმონაზონი სერაფიმე როუზი შენიშნავს აი ასეთ ორ ფორმას. ანუ ერთი არის პროტესტანტული, მეორე ჰუმანისტური. და რას ნიშნავს ესე იგი ეს? ანუ აი ამ ორ ფორმას შორის ლიბერალიზმი ორივესთან ახერხებს თანამუშაკობას და მოღვაწეობას და რაც შეეხება აი ამ ლიბერალურ პროტესტანტულ ხედვას მომავალ ცხოვრებაზე, სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ სულ უფრო და უფრო მეტი მართლმორწმუნე და უпроსტად მართლმადიდებელი ადამიანი იწონებს ამას ლიბერალურად და მოდერნისტულად გადახრილი და პირველ ყოვლისა ეს სარწმუნოებრივ მინიმალიზმში ვლინდება ძმამ და დანო, რომლის ქვეშაც სინამდვილეში არის აბსოლუტურად არარაობის რწმენა. ანუ საიქიო ცხოვრება რაღაცნაირად დამსახურებულ დასვენების ადგილადაა წარმოდგენილი და მათ მოჩვენებით სამყაროში, თითქოს და მათ ბევრი იღვაწეს ამ ქვეყნად საიმისოთ, რომ შემდეგ დაისვენონ ნეტარებაში. და არავის აქვს მასზე არც სწორი წარმოდგენა, იმიტომ რომ ის არ შეესაბამება მათ რეალობას და ის ერთგვარი აი ემოციური პროექცია ნუგეშის მათთვის, ვინც არ სურს, ესე იგი, თვალი გაუსწოროს იმას, რაც აი ამ ურწმუნოების უკან დგას. და რა დგას აი ამ ურწმუნოების უკან ძმაო და დანო? აბსოლუტურად ყალბი, მსოფლმხედველობა, ნიადაგი, რომელზეც აღმოსცენდა ბოროტი თესლი და რომელსაც მიყავს კაცობრიობა უფსკულისაგან. ეს მსგავსი სასუფეველის რწმენა ქრისტიანული ესე იგი ტერმინოლოგიისა და აი ამ გაამსოფლიურების კავშირის სინთეზის მიხედვით ხორციელდება, რასაც გულისხმობ ჩვენ ლიბერალურ პროტესტანტულ მსოფლმხედველობაში. ანუ რა იგულისხმება აქ, რომ ეს ადამიანები ცდილობენ ეს ქრისტიანული ტერმინები სეკულარულ მსოფლმხედველობას მოარგონ, ანუ გაამსოფლიურონ, გაამქვეყნიურონ და ის რომ აი ამ კომპრომისის, აი ამ საკვანძო საკითხებში რომ ეს შეუძლებელია, მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის არის ცხადი და მათთვის კიდევ ეს აბსოლუტურად გაუგებარი რამ გახლავთ. მაგრამ აი ამ ჰუმანიზმის კომპრომისი, აი ამ სეკულარულ სამყაროსთან კიდევ უფრო დამაჯერებელია და ეს პრეტენზია უფრო აცხადებს იმაზე, რომ მისი იდეა შეესაბამება რეალობას. ანუ მეორე ფორმა ჰუმანიზმისა სინამდვილეში ყველაფერი არის როგორც პირველ შემთხვევაში რაღაც მეტაფორული და რიტორიკული სფერო და არ სცილდება აი ამ ყოველივეს გარეგნულს და ჰუმანისტი საერთოდ არ საუბრობს ძმამ და დანოს ზეციერზე, მაგრამ თავს ნებას აძლევს, რომ ფრაზების დონეზე მაინც ისაუბროს მარადიულობაზე, რაღაც მარადიულ ფასეულობაზე, ან კაცობრიობის მარადიულ სულზე და ჩნდება ესეთი სამართლიანი კითხვა. გააჩნია კი აი ამ სიტყვას მარადიულს მათ ცნობიერებაში საერთოდ რაიმე აზრი, მით უფრო სულიერი აზრი. ეს ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ეს საუბარი ლიბერალურ ქრისტიანებზე თუ კიდევ უფრო ლიბერალურ ჰუმანიზმზე, აი ამ მარადიული ცხოვრების წმენის უნარობა აშკარად ჩანს ორივე აი ამ სფეროსა თუ ფორმაში. მათ მხოლოდ აი ამ ქვეყნიური კიდევ ერთხელ ვამბობ სამყაროსის ჯერად არ გააჩნიათ არც ცოდნა, არც გამოცდილება, არც საიქიო ცხოვრების რწმენა და რაც ყველაზე მთავარია, მათ ისეთი ღმერთის წამს ძმამ და დანო, რომელსაც არ შეუძლია მკვდრების აღდგინება. ანუ მათ რეალურად არ სწამთ სასწაულების, მკვდრეთით აღდგომის, რომელიც ახარებაში წერია. არ სწამთ უამრავი როგორც ახალი აღთქმის, მით უფრო ძველი აღთქმის სასწაულებით, რასაც
სამწუხაროდ ეს ლიბერალ-მოდერნისტი ღვთისმეტყველები მითოლოგიათ აცხადებენ. შემდეგ ამას ეს ატაცებული ხდება ჰუმანისტების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ, რომ რაიმენაირად ეკლესიას ჩირქისცხონ. და აი ესე და ესე ეს პროცესები გრძელდება, ამას ხელს უწყობს როგორც დასავლური რელიგიები თავისი სექტანტური განშტოებებით, ისევე ის დასავლური მსოფლმხედველობები, რომლებმაც მთლიანად მოიცვა თანამედროვე ადამიანის ცნობიერება. და რას ვიმკით ჩვენ ამის შემდეგ? იმას, რომ ფაქტობრივად ამ ადამიანებს გაუქრა ჭეშმარიტების ძიების სურვილი. და საკუთარი აი ამ რიტორიკის მიღმა, თუნდაც პროტესტანტი იყოს თუ ჰუმანისტი, თავისი მსოფლმხედველობით იაზრებს, რომ მათ სამყაროში არ არის ადგილი არც ზეციურისთვის, არც მარადიულობისთვის და ლიბერალიზმი მთლიანად აი ამ ქვეყნიური მგრძნობელობითი განშვალული, ესე იგი, აი ამ გონებისთვის მარადიული ცხოვრების იმედის და მარადიული ტანჯვის შიშის გარეშე ცხოვრება არის ნამდვილი რეალიზმი და ნამდვილი მამაცობაც, ასე ვთქვათ, ბჭყალებში, იმიტომ რომ მათ სურთ, რომ ეს ყველაფერი გადაიტანონ ამ ქვეყნიურ ჭრილში. ანუ რეალურად მათ არ სჭირდებათ ზეცა, ღმერთი და ეს მოგონილი პატრიოტიზმი, მოგონილი ნაციონალიზმი თუ ლიბერალიზმი და თავისუფლება, რომელსაც დღეს დღედაღამ გვიკიშინებენ, ეს გახდა ადამიანისთვის მამაცობაც, გმირობაც, სამშობლოს სიყვარულიც და რელიგიის სიყვარულიც და ასე შემდეგ. და ხედავთ, რომ აბსოლუტურად კიდე სულ სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე. იმისათვის, რომ აი ამ ქვეყნად სათნოდ იცხოვროს ადამიანმა, ეს ლიბერალური შეხედულების მომხრე არ საჭიროებს სასופველსა და ჯოჯოხეთის რწმენას. აი ამის თქმა გვსურს ჩვენ ღიად და ხაზგასმით და აი ამდენად ძლიერ კვალს ტოვებს თმამდანო ეს ლიბერალური ცნობიერება ადამიანზე. ის აბსოლუტურად ვერ წვდება სიკვდილის მნიშვნელობას. ლიბერალი ცხოვრობს აი ამ სულიერების მიღმა, რომელიც უთუოდ დაინგრევა, ცხადია, ჭეშმარიტების წინაშე და ვინაიდან თუ ლიბერალისა და ნიხილისტის ეს წმენა სიკვდილის პიროვნების გაქრობას ნიშნავს, მაშინ მათი ლოგიკით თუ გამოდის, რომ ყოველივე რასაც ისინი ეტრფიან ძმაუნდადანო, იგივე იმ სიყვარულს, ცხადია არა სწორი მნიშვნელობით თუ იგივე ამ ქვეყნიურ კეთილდღეობას, ყველაფერი ეს რა თქმა უნდა აღარაფერის თქმელი ყოფილა და არარაობა ყოფილა, ვინაიდან სიკვდილი წაშლის, როგორც ადამიანის სიკვდილის დროს თუ წაიშლება ყველაფერი, შესაბამისად გამოდის, რომ ამასაც ყველაფერსაც წაშლა და განადგურება ემუქრება. მაშინ რის სიკვწამს იბადება კითხვა. თუ მარადიული ცხოვრების აღგზამსა, მხოლოდ ამ ქვეყნიურ ცხოვრობთ, მაშინ რა გვინდა ამ ქვეყანად, რა მთავარი მიზანი ახასიათებს თანამედროვე ადამიანს. ეს შეკითხვა უნდა ჩნდებოდეს ყველა ადამიანის გონებაში, რათა მან მოძებნოს გამოსავალი და იპოვოს ჭეშმარიტი ღმერთი. თუ ეს ძიების პროცესი არ დაიწყო, ცხადია, ვერც სხვა ვერაფერი ღირსეული მასში ვერ დაიწყება და აი ეს ძებნამ უნდა მოიტანოს ჭეშმარიტების ძებნამ უნდა მოიტანოს ჭეშმარიტების მოპოვება და შემდეგ უკვე აი ამ ჭეშმარიტებაში ცხოვრება და მოღვაწეობა. სხვა გზა და ხსნა რეალურად თანამედროვე ადამიანს არ გააჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ხდება აი ცნობილი ნიცშეს სიტყვების მატარებელი, რომ ყველაფერი ნებადართულია, არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება, ესე ამბობდა ნიცშე. რაც ადრე ჭეშმარიტებად მიაჩნდათ, არც ერთი სიტყვის დაჯერება არ შეიძლებაო ამბობდა, ყოველივე რაც ოდესღაც უგულებელყოფილი იყო, როგორც ცოდვა, დღესო ეს ყველაფერი ყვავის და გაფუჩქნეულიაო იძახოდა ნიცშე, ანუ ცოდვას მიეცა აპოლოგია, აპოლოგიური სახე, ანუ ის გახდა ერთგვარი რელიგია, რომელიც ცდილობს ჩაანაცვლოს ჭეშმარიტი მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა. და თანამედროვე ლიბერალები ასევე აი ამ სამყაროს გამგებლად არა ღმერთს მიიჩნევენ ძმაუნდადანო, არამედ როგორც გითხარით ადამიანს აყენებენ უპირატესად. ლიბერალიზმის სიბრმავე წინ უძღვის აი ამ ნიჰილისტურ, კერძოდ კი
აი ამ ყველა რევოლუციის მორალს, რაც კი აი მე-18 საუკუნიდან გაჩნდა კაცობრიობაში. და ეს უკანასკნელი სხვა არაფერია თუ არა ფაქტობრივად პრაქტიკაში ლიბერალური ურწმუნოების გამოვლინება. ანუ იმაში მდგომარეობს ყველაფერის არსი, რომ სწორედ აი ამ მომენტში, როდესაც აღსულდა ლიბერალიზმის სანუკვარი ოცნება, რომ აი გამთავისუფლდით, თან ცხადია თავისუფლება ბჭყალებში, რთული აი ამ რაღაც ტყვეობისაგან, იმ ტრანსცენდენტული ნორმებისაგან და იმ ეკლესიის შეხედულებისა თუ მონარქიისა თუ ზოგადად ძველი წესრიგისაგან, აი ამ უწმუნოებით განშვალული ეს ახალი ადამიანი ლიბერალიზმში ეძებს აი ამ ილუზიას თითქოს და მათ შეუძლიათ შექმნან 64 დედამიწაზე. ამრიგად მართლობითი ფორმაც, რომელსაც დღეს თანამედროვე სამყარო იყენებს ზოგადად და როდესაც პროპაგანდირებს თავის მსოფლმხედველობას, საიმედო არის მანამ ძმამდანო სანამ მისი საფუძვლები არის ღმერთში და მის ნების აღსრულებისკენ არის მისწრაფებული, რასაც ჩვენ რეალურად ვეღარ ვხედავთ დღეს და ლიბერალური მსოფლმხედველობის ფორმა აშკარად სხვაგვარია. ის მიიჩნევს, რომ მართავს არა ღმერთი, არამედ ადამიანი. და ღმერთი რაღაცნაირად ერთგვარი ესეთი კონსტიტუციური მონარქის ბჭყალებში უფლებებით არის, ესე იგი გარემოცული, ფაქტობრივად, რომელმაც გადასცა ეს მთელი უფლებამოსილება ხალხს, ანუ მთელი ფუნქციები იტვირთა თითქოს ხალხმა და ღმერთი მათ აღარ სჭირდებათ. აი ამ ლიბერალს მხოლოდ რიტორიკის დონეზე სწამს ღმერთის მამდადანო, თუნდაც ასუფეველი საიქიო ცხოვრების, მით უფრო ჯოჯოხეთის რწმენაზე არსებობაზე რომ მიდის საუბარი და მსგავს ნიადაგზე აგებული ეს მართლობა სინამდვილეში ბევრი არაფრით განსხვავდება ათეისტმისაგან. ჩვენ ამაში ვართ მყარად და მტკიცედ დარწმუნებულები და აწყოში, რომელშიც ის ინარჩუნებს აი ამ გარკვეულ სტაბილურობას ძმამდადანო, ჩვენ აშკარად ანარქიისკენ გადახრას ხედავთ და აი ეს სულისკვეთება სულ უფრო და უფრო ძლიერ ვლინდება ზოგადად საზოგადოებაში. ანუ საზოგადოება გახდა აბსტრაქტული, საზოგადოება გახდა ნიჰილისტური. ანუ მისთვის სულ ერთია უკვე ვინ იქნება, აღარ არის იდეალები, აღარ არის ინტერესები ჭეშმარიტი, სარწმუნოებრივი, სახელმწიფოებრივი, რეალური ხედვები, არამედ ყველაფერი დაშვებულია, როგორც ნიცშე ამბობდა, საზოგადოება გახდა ყველაფრისადმი გულგრილი და ამას მივახციეთ ჩვენ აი ამ ყველაფრის შედეგად, რაზეც ამ ჩვენ შეხვედრებზე საუბრობთ, იმ იდეოლოგიური წნეხის გამო. და საზოგადოება ორი არჩევანის წინაშე დგას. მართლობა ან ღვთის, ან ადამიანის ნებით უნდა აღესრულოს, ხო? და შეიძლება გწამდეს ავტორიტარული ან რევოლუციური ხელისუფლების კომპრომისი აი ამ საკითხებში მხოლოდ გარეგნულ და თან დროებით ხასიათს ატარებს მამდანო. რევოლუციას ისე როგორც მის თანამგზავრ ურწმუნოებას ვერავინ ვერ შეაჩერებს. ჩვენ ამას რეალურად ხედავთ თანამედროვე ადამიანებში და ეს კარგად უნდა ვიცოდეთ, რომელიც ფაქტობრივად იმის ნიშანია, რომ შეიძლება ჩვენ ეს პროცესები რაღაცნაირად შევაჩეროთ, მაგრამ ამ შევანელოთ უფრო სწორად, მაგრამ ამისი გაჩერება ყველაფერი ამისი არის შეუძლებელი. უკვე აღარ დარჩა ამისი დრო, უკვე აღარ დარჩა რეალურად პოტენციალი საზოგადოებასა იმისოთ, რომ აი ამ არა ჯანსაღ სულისკვეთებას რაღაცნაირად ებრძოლოს. და მათი ამ რევოლუციების მიზანი, როგორც გითხარით, არის ის, რომ საბოლოოდ მიაღწიოს აი ამ ქვეყნიურ სასუფეველს ბჭყალებში. ამას ცალსახად ადასტურებს ბოლო საუკუნეების ისტორია. ლიბერალები აი ამ რევოლუციებთან მიმართებაში ყოველთვის დამთმობ პოზიციაზე იყვნენ, რითაც ადასტურებენ იმას, რომ არ გააჩნიათ ჭეშმარიტება, რომლითაც შეიძლება რეალურად დაუპირისპირდე აი ამ ამასოფლის სულისკვეთებას, მაგრამ ამით რევოლუციის მხოლოდ შენელება, როგორც გითხარით, შეიძლება და მისი შეჩერება შეუძლებელია. იმიტომ რომ ეს რევოლუციას საკუთარი გეგმა გააჩნია და ის როგორიც არ უნდა იყოს თანამედროვე ფორმა
გნებავთ კონსერვატიული თუ არა ძალადობრივი, ესეთი რამესაც ვხედავთ ჩვენ შიგადაშიგ, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ თუ ჩვენ ფიქრობთ, რომ ეს ამით შევცვლით რაიმეს და არა ძირეული ცვლილებებით, რომ საერთოდ არ გვესმის ჩვენ იმ რეალური მდგომარეობის, რეალური სურათის, რომელიც თანამედროვე რევოლუციების ფორმას და ხასიათს ახასიათებს. ნიშნავს ეს იმას, რომ ასევე ფაქტობრივად შეიძლება არა ისე აშკარად, მაგრამ რეალურად ვიზიარებთ იმ პრინციპებს, რასაც ადრე იზიარებდა ყველა რევოლუციონერი. ანუ რა იყო ეს პრინციპები, რომ ძველი ჭეშმარიტება უკვე აღარ არის ჭეშმარიტება და მისი ადგილი უნდა დაიკავოს სხვა ჭეშმარიტებებმა ჭყალებში. ლიბერალურ მსოფლმხედველობაში, ანუ მის ღვთისმეტყველებაში, თუნდაც ეთიკა, პოლიტიკა თუ კულტურა თუ სხვა სფეროებში, რომელზეც აქ ჩვენ არ გვისაუბრია, მაგრამ ჭეშმარიტება დასუსტებული, შერბილებული, რაღაც კომპრომისული შეერთებაა ყოველივე იმასთან, რაც ამ სოფელს განადიდებს. და ჭეშმარიტება, რომელიც ოდესღაც აბსოლუტური იყო და ფარდობითი გახდა. ლიბერალიზმს არანაირი, ესე იგი, ფილოსოფიური გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს. მისი აპოლოგია, ან უბრალოდ რაღაც რიტორიკა, ან ემოციაზე აგებული და პრაგმატული მეტყველება, რომელმაც უკვე ფაქტობრივად თავისი ყველაფერი შინაგანი ამოცალა. მაგრამ ყველაზე უცნაური ძმა უნდა დანო ამაში ის გახლავთ, რომ თავად ლიბერალურ დოქტრინას არ ანაღვლებს საკუთარი ეს არაადეკვატურობა, საკუთარი ნაკლი და იგნორი ხდება აბსოლუტურად ყველა მისი უარყოფითი თვისებისა და მხოლოდ ერთადერთზე არის აპელირება, რომ თითქოს და ლიბერალიზმი ითხოვს ერთადერთ ჭეშმარიტებას, რასაც ქვია თავისუფლება და ამ თავისუფლების ლოზუნგით ანგრევენ ყველაფერს, რისი დანგრევაც შეიძლება. ეს არის სახელმწიფოებრიობა, ეს არის ეკლესია და ეხლა ეს არის კიდე პიროვნება თავად ადამიანი. ლიბერალს არ აწუხებს, როგორც გითხარით, თავისი აი ამ პრობლემების ნაკლი, იმიტომ რომ მისი მთავარი ინტერესი არის აი ამ ღვთაებრივის აბსოლუტურად საპირისპირო, ძმა უნდა დანო. ამიტომაც უფრო მეტად ამასოფლის ამოცანებით, მიზნებით არიან ყოველთვის დაკავებულნი და ჩვენ ამას ვხედავთ რეალურად. თავად ლიბერალურ ღვთისმეტყველებსაც თუ შევეხებით, მათ სულიერ ცხოვრებასაც გადავხედავთ, ხედავთ, რომ როგორებიც იყვნენ შმემანი, მეინდორფი თუ მენი თუ სხვა და თუნდაც უფრო თანამედროვეები, ვხედავთ, რომ აბსოლუტურად ნაკლებად ჩანს მათ ცხოვრებაში სულიერი მომენტები, ჭეშმარიტი მოძღვრული სული, მამებისეული სულის გვეთება, წირვა-ლოცვების სიყვარული, მარხვის, ლოცვის ზოგადად სიყვარული, ასკეზის სიყვარული ნაკლებად ჩანს და იმიტომ რომ მათი სულიერი შინაგანი მდგომარეობა ასეთი. ლიბერალს შეიძლება აინტერესებდეს კულტურა, განათლება, ბიზნესი, ან უბრალოდ ცხოვრებისეული რაღაც კეთილდღეობა, მაგრამ აბსოლუტურად არ აინტერესებს ძმა უნდა დანო ჭეშმარიტება. საერთოდ არ სურთ ამაზე ფიქრი და საერთოდ არ დგას მათ დღის წესრიგში ჭეშმარიტებაზე ფიქრი. და ლიბერალურ ცნობიერებაში ჭეშმარიტება სავსებით თავსდება აი ამ გაამსოფლიურებაში და სწორედ ამას ეძახიან ხშირ შემთხვევაში ჭეშმარიტებას, მაგრამ სახარებაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ ყოველი რომელი ჭეშმარიტებისაგან იყოს ისმინოს ხმის ამ მისისაო, ანუ ვინც ჭეშმარიტებისაგან არის ის ქრისტე ღმერთის სიტყვას ისმენს, მანდადანო გულწრფელად ჭეშმარიტების მაძიებელი უთიოდ დადგება იმ არჩევნის წინაშე, რომ ან მიიღოს უნდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ღმერთკაცი და მისი ეკლესია, ან უარყოს ის. და მაცხოვარი კიდე ცალსახად ბრძანებს, რომ მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება და თუ ადამიანს სურს აი ამ გზით ცხოვრება, ეს გზა არის ოდნავ განსხვავებული. ვიწრო გზაზეა საუბარი, ეკლიან გზაზე, რომელზეც არა მრავალნი ვლენანო და ფართო გზა კიდე არის წაწმენდისაო, ამით აი სულისკვეთებით არის გაჯერებული მთლიანად სახარება. ამასოფელს დაპირისპირებული ჭეშმარიტება საყოველთაო დარტყმის ობიექტი გახდა ძმა უნდა დანო. ანუ
ჭეშმარიტება განა ცდილობს ამ ბრძოლაში ჩაბმას, მაგრამ თავად ეს სიცრუე ცდილობს რომ რაიმე ზიანი მიაყინოს ჭეშმარიტებას და გულისხმობთ აქ იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ რეალურად ქრისტეს მიერი სიყვარულით, ქრისტეს მიერი ჭეშმარიტებით, მართლმადიდებლური ცხოვრებით და ამასოფლის სული სულ უფრო და უფრო ებრძვის მათ, ცდილობს რომ რაიმენაირი ჩირქი მოსხოს, იმიტომ რომ ვერ იტანს რეალურად ძმამდადანო ეს საზოგადოება დემორალიზებული, გარკვეულწილად დემონიზირებულიც კი ძმამდადანო ფაქტობრივად ამბობს რომ როგორც ძველად ამბობდა და ყოველთვის ვიდრე კაცობრიობა არსებობს რომ მას სძულს ჭეშმარიტი ღმერთი და მას სურს რომ გააღმერთოს ადამიანი, რათა მისი ადგილი დაიკავოს სწორედ აი ამ დაცემულმა, გაკერპებულმა ადამიანმა. ასე რომ აი ეს თემები, რომელზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად აი იმ ანალიზისთვის, რაც დღეს ჩვენს ირგვლივ ჩვენ სამყაროში ხდება. ეს ცხადია უფრო ფართო მასშტაბიანი განხილვაა ყოველივე ამ პრობლემებისა, რაც ჩვენს თავს ხდება, მაგრამ აი ამ საფუძვლებს თუ არ გავეცანით ძმანდადანო, ისე ძნელი და რთული ხდება ყოველივე იმისი გააზრება, რაც დღეს რეალურად ჩვენს თავს ხდება. ამიტომ, როდესაც ის ვიცით, იოლი ხდება ჭეშმარიტი ორიენტირის პოვნა, რაც არის ჩვენთვის მთავარი მიზანი, რომ აი ამ ჭეშმარიტი გზით, რასაც ქვია გზა, ჭეშმარიტება, ცხოვრება, ვიაროთ ჩვენ ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანმა და სრულიად საქართველომ. ღმერთმა დაგლოცო და გაკურთხო და გაგაძლიეროთ